მსოფლიოს ეკონომიკის საზომი ოქროა. სამყაროს სოციალური პორტრეტი შეცვალა ოქრომ. ფაქტია, რომ ოქრომ საზოგადოება უთანასწორო, იერარქიულ სოციალურ ჯგუფებად აქცია. რატომ იქცა ასეთ დიდ ფასეულობად ოქრო? ოქრო არ გახლავთ მხოლოდ ლითონი, ოქრო გახლავთ როგორც წიგნიერების, ისე ხელოვნების, ისე რიტუალის სიმბოლო. ეს ოქროს ნივთი თმის სამაგრე ხვი არაა, მისი ასაკი 5000 წელს სცილდება. ეს არის საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი ოქროს ნივთი. როდის ან რატომ დაარქვეს ბერძნებმა ოქრომრავალი ქვეყანა კოლხეთს? ჩვენ ხვდებით ერთ-ერთ ეპიტაფიაში, რომელიც ეკუთვნის ფსევდო არისტოტელეს, ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნის ავტორს. იქ კოლხეთი იხსენიება ეპითეტით ოქრომრავალი, სწორედ აიეტის მეფის კონტექსტში. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით 1 კილოგრამი ოქროს მოსაპოვებლად 140 ტონა მადანია საჭირო. 140 ტონა მადნიდან ძველი ადამიანი 5 ან 6 გრამ ოქროს იღებდა. ეს მაშავერას ხეობაში სოფელ ბალიჭის 5300 წლის წინანდელი მადნის გადასამუშავებელი სახელოსნოებია. დიდი ქვებით შემოსაზღვრული ტერასები ტიხრებითაა გამოყოფილი. გამოყოფილ სივრცეებში ქურები დგას. იქვე სამუშაო იარაღი ყრია. ეს ქვებია, რომლითაც ამტვრევენ დაფხვნიან აქ მოტანილ მადანს. დაფხვნილ მადანს ქურებში აწყობენ და ადნობენ. საბადო, საიდანაც მადანს ეზიდებიან, აქ ახლოს უნდა იყოს. აქედან ზუსტად 1 კილომეტრში საყდრისის ოქროს მაღარო იდგა. საყდრისი მე-4000 წელს მიეკუთვნება. ეს უძველესი ოქროს მაღაროა და როგორც ჩანს, მეტალურგიული დამუშავების უძველესი ადგილი მსოფლიოში. ძველესი ოქროს მოპოვების ადგილი ეგვიპტეშიც არის, მაგრამ ის მე-3000 წელს მიეკუთვნება. საყდრისი რამდენიმე 100 წლეულით უფრო ძველია ეგვიპტურზე. ძველ სამყაროში კავკასიას და განსაკუთრებით საქართველოს უდიდესი წვლილი შეაქვს მეტალურგიის, მათ შორის ოქროს მეტალურგიის განვითარებაში. and especially Georgia. აი პირველი აფეთქება ხდება სწორედ ტყარარაქსის კულტურაში, რომელიც ძველი ტერმინით მე-4000 წლეულის მეორე ნახევრიდან იწყება და ეს საზოგადოება მოიპოვებს მთის ოქროს, სპილენძს, ამუშავებს ვერცხლს, ამ ტერიტორიაზე ხდება ასეთი მნიშვნელოვანი ლითონების გადამუშავება. მეტალურგების დასახლება ბალიჭიძე ზოების 62 ჰექტარზეა გაფენილი. ამ ხალხს საერთო საქმე, ინტერესი და ერთიანი ორგანიზებული სისტემა მართავს. პირველი მელითონეები თავისი საქმიანობის აქტიურ კვალს ტოვებენ. ეს სპილენძის ტიკელია, აქ მადნის გამოდნობა ხდებოდა. ეს კი ყალებია, რომელშიც ასხამდნენ უკვე გამტნარ სპილენძს. ძეძვებში აღმოჩენილი სპილენძის სადნობი თიხის ტიგელი და ცულწერაქვის თიხის ყალიბი მეტალურგიული განვითარების უტყუარი საბუთია. ტყარარაქსული კულტურის ხალხს ჯერ კიდევ არ აქვს ჩვევა მიცვალებულს ლითონის ნივთები ჩააყოლოს. უძველეს სამარხებში სპილენძის, ოქროს ან ვერცხლის ნივთები არ ჩანს. But it's very interesting also. როგორც ჩანს, მას არ მოსწონს გაატანოს მიცვალებულს ოქრო და ვერცხლის საფლავში. ალბათ მას საგანძურებში და განსაცავებში ინახავდა. რამდენიმე ასეული წლის შემდეგ ოქროს ნივთები დიდ ყორღანებში გამოჩნდებიან. ეს ქვები სამთოელების იარაღებია, ზომით სხვადასხვა გვარია, თუმცა ყველა მათგანს ცვეთის ან სპეციალურად დამუშავების კვალი ეტყობა. ამ ქვებით მათ უნდა ჩამოამტვრიონ მღვიმეებში მადნით მდიდარი ფრაგმენტები, გადაზიდონ სახელოსნოებში და იქ დაამუშავონ. სამთოელთა სახელოსნოებში ცოტა ხნის წინ ოქროს ტიგელი აღმოაჩინეს. ტიგელის ფორებში მიკროსკოპულმა კვლევამ ოქროს ნაწილაკებიც დააფიქსირა. ეს ხალხი უკვე მადანს ანგრევს, უნგრეული მასისგან გამოყავს ის ლითონი, რაც მას აინტერესებს, ადნობს და სადღაც გაცვლისთვის, გაყიდვისთვის, მოხმარებისთვის თუ რისთვის კონკრეტულად, მაგრამ მას ეს ნიშა უკვე უჭირავს, უკავია და იცის რა უნდა. ტყარარაქსის კულტურის ხალხი კონტაქტებს ამყარებს სხვა ცივილიზაციების კერებთან. ის დიდ მიგრაციებში ერთვება. ასეთი მასშტაბის კონტაქტები მისი საქმიანობის გაფართოვებასაც იწვევს. შესაძლებელია ის სხვა სახელმწიფოების დაკვეთასაც ასრულებს. And for instance in Arslan-Tepe we do know ჩვენი კვლევების მიხედვით არსლან-თეპეს სამეფო სამარხებში, ანატოლიაში, მთის ოქროა. მთის ოქრო იმავე წესით მიიღებოდა როგორც საყდრისში. შესაძლებელია არსლან-თეპეს ოქრო საყდრისიდან წაღებული ოქრო იყოს. მესამე 1000 წლეულიდან ოქროს ნივთები ვრცელდება მთელ კავკასიაში და ახლო აღმოსავლეთში, ირანის ქვემო ნაწილში, აღმოსავლეთ ანატოლიაში. როგორც ჩანს, ტყარ-არაქსის კულტურის ხალხს გადააქვს ეს ოქრო. Trans-Caucasian people
საერთოდ ცნობილია, მტკვარ-არაქსი ერთ-ერთი საუკეთესო კულტურაა და ძალიან შორი საზღვრები აქვს, არ არის ლოკალური მხოლოდ და მხოლოდ იწყება თქვა კი ქვემო ქართლში, როგორც ვამბობთ და მოფენილია, მიდის ირანამდე, ჩადის პალესტინა, ისრაელის ტერიტორიაზე. ბევრი თეორიაა თუ რატომ არის თქვა მტკვარ-არაქსი ასე გამფენილი. და ერთ-ერთი ალბათ საინტერესო, ჩემი აზრით, რაც არის, ეს უნდა იყოს ვაჭრობა და კონტაქტები. ქვემო ქართლის მეტალურგიულ სახელოსნოებში ასეთი თიხის ჭურჭელი ელაგა. ამ თიხის ჭურჭლის ფსკერი წითელი ფერითაა დაფარული. ეს წითელი მადნის, ჰემატიტის პიგმენტია. ეს მინიატურული თიხის ნიმუშები ბავშვების სათამაშოებია. ამ სახელოსნოების ყველა ტიხაში ბავშვის სამარხია. რას უკავშირდება სახელოსნოებში პატარა ბავშვების სამარხების გამოჩენა? რა არის ეს? ბავშვის მსხვერპლშეწირვა მფარველი ღვთაებების მხრიდან კეთილგანწყობის მოსაპოვებლად თუ რაღაც სხვა? რას ამბობს ამაზე მეცნიერება? ძალიან საინტერესო არის, ყველა ოთახში კედელთან არის მიდგმული პატარა ბავშვის სამარხი. ჩვენი ვარაუდით ეს დაკავშირებული უნდა ყოფილიყო რიტუალთან, რომელიც როგორც ჩანს, აი ამ სამელითონეო საქმიანობაში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა, იმიტომ რომ ჩვენ აქვე გათხრილი გვაქვს ბევრი დიდი სამაროვნები და ამ სამაროვნებზე ჩვენ პატარა ბავშვების სამარხები პრაქტიკულად არ გვხვდება. 5000 წლის წინ კახეთის ტერიტორიაზე მდიდრულ სამარხში ეს ოქროს ლომი გამოჩნდება. მინიატურული ქანდაკება ლომის ხასიათს, მის მრისხანებას ბოლომდე გამოხატავს. რა ინფორმაცია მოაქვს 21 საუკუნის ადამიანისთვის ამ პატარა ქანდაკებას? აჩვენებს იმას, რომ უკვე 5000 წლის წინ ჩვენ წინაპრებს ჰქონდა ძალიან მაღალი გემოვნება, არსებობდა ელიტა და იქმნებოდა აი ესეთი განსაკუთრებული ხელოვნების ნიმუშები. ოქრო არასდროს ჟანგდება, ჰაერის, მზის, წვიმის ან თოვლის მოქმედებით არ ბუჯდება. ათასწლეულები გაატარა მიწაში ოქროს ამ ნივთებმა, მაგრამ ისინი არ დაზიანებულა. ამ თვისებებმა ოქროს საიდუმლოებით შემოსა და მისი სრული საკრალიზაცია მოხდა. 3500 წლის წინ ასეთი ოქროს თასი რიტუალური მსახურების მონაწილე ხდება. თრიალეთის თასი წარმოადგენს მაღალი მეცნიერული ცოდნის შედეგს. იმ დროინდელმა ოსტატებმა იცოდნენ როგორც ოქროს და საერთოდ ლითონის დამზადების წესი, ასევე არჩევდნენ მინერალებს სხვადასხვას. საერთო ჯამში იქმნება ის შედევრი, რომელიც არის ერთის მხრივ მეცნიერება და მეორეს მხრივ რა თქმა უნდა ხელოვნება. ოქროს მოპოვების ცოდნა, დამუშავების ხერხები, ტექნოლოგიური პროცესების მართვა ერთ-ერთ ინტელექტუალურ საცავში მოიყრის თავს და მას ოქროს საწმისი დაერქმევა. ელინისტური ეპოქის ფილოსოფოსები დიდხანს ცდილობდნენ აეხსნათ, რა იყო ოქროს საწმისი. ალექსანდრიის ბიბლიოთეკის მწიგნობრები ერთ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. ოქროს საწმისი უნდა ყოფილიყო სწორედ წიგნი ოქროს მოპოვების შესახებ. ანუ ეს გულისხმობს როგორც რაოდენობას და ცოდნას ოქროს შესახებ. სწორედ ამ ცოდნაზე, ამ წიგნზე გამოაცხადა ნადირობა საბერძნეთმა. მათი წყალობით კოლხეთის საერთაშორისო სკანდალის მსხვერპლი აღმოჩნდა. საბერძნეთში მიგრირებული სამეცნიერო ეტრატი აღარ სათიხსენიება, თუმცა პირველი მეტალურგიული პროცესები საბერძნეთის ტერიტორიაზე ოქროს საწმისის იქ ჩატანისთანავე დაიწყება. მთის მღვიმეების პარალელურად მდინარეებში ცეძებენ, პოულობენ და ამუშავებენ ოქროს. ოქროს მოპოვების ხალხური ხერხი დღემდე შემორჩენილია საქართველოში. იმას ცედებდნენ მდინარეში თებს. სინჯო. ეს მდინარე ენგურია. ახლა ჩვენი ოქროს მაძიებელი მდინარეში ოქროს მოპოვების მთელ პროცესს გადის. მოიქნება 3.5 გრამი. ეს უნდა მოაშოროთ რუსულთა დამოვიდა. ვანი, ანტიკური ქალაქი.
ის 800 წელი ფუნქციონირებდა როგორც საკულტო-რელიგიური ცენტრი. ეს ქურუმთა ქალაქია, სადაც საცხოვრებელი უბნები არ ფიქსირდება. აქ მხოლოდ ტაძრები, საკურთხევლები და სამარხებია. მთავარი სიმდიდრე გავლენიანი და მდიდარი ქურუმების სარიტუალო ოქროს ნივთები. ეს ქურუმთა ქალაქში შემოსასვლელი მთავარი კარიბჭეა. ამ სვეტზე იდგა ქალღმერთის ქანდაკება, რომელიც როგორც ჩანს ამ ქალაქს მფარველობდა. აქ მოსულ ერთ პილიგრიმს ძალიან საინტერესო წარწერა აქვს ამოკაწრული. გევედრები, მეუფეო, ქალღმერთო. აქ მოსული სტუმარი, ქვაფენილიანი ბილიკებით გზას აგრძელებდა სატაძრო კომპლექსებისკენ. ქალაქი თავისი რიტმით ცხოვრობდა, სწავლულები და რელიგიური ლიდერები საკულტო მსახურებას ქალაქის ტაძრებში ასრულებდნენ. ამ 12 საფეხურიანი სარიტუალო კიბის თავზე ბაქანია, რისთვის მოაწყვეს ასეთი ბაქანი კიბის თავზე. ეს გახლავთ საგანგებოდ მოწყობილი ბაქანი, რომელიც ელინისტურ ხანაში აგებული, კოლხი ქურუმები თავიანთ მოწეულ აუდიტორიას მიმართავდნენ საჭიროებო საკითხებზე. ამ დროს კოლხი ქურუმები შემკული იყვნენ ოქრომჭედლობის ნიმუშებით, განსაკუთრებით ოქროს დიადემით, ხელზე შესანიშნავი სამკაულებით და მიმართავდნენ იმ საჭიროებო საკითხებზე, რომლებიც მათ წინაშე ყველაზე რეალურად იდგა. ქურუმთა საბჭო ქალაქს მკაცრი კანონებით მართავდა. 2800 წლის კანონები ბრინჯაოს ამფილაზეა დაფიქსირებული. ამ ქალაქის ტაძრებში ზედმეტი მოძრაობა ან თვითნებური მოქმედება აკრძალულია. ის აფრთხილებს ტაძრის მეთვალყურეებს და აქ მოსულ პილიგრიმებს, რომ წყევლა არ ასწდება მათ, ვინც ღვთაებრივ კანონს დაარღვევს. მთავარი ღმერთები აქ მიწა, მთვარე და მზეა. სამარხებში აღმოჩენილ არტეფაქტებს შორისაც მთავარი მეტალი ოქროა. ოქრო მზის ლითონია. ამ სამარხებიდან 5700-ზე მეტი ოქროს ნივთი ამოიღეს. ეს 25,000 კარატი ოქროა. ქალაქის ერთ სამარხში 1500-ზე მეტი ოქროს ნივთი იდო. სამარხი ქალს ეკუთვნოდა. ამ ნივთებს შორის ყუს ყელსაბამიწერია. ვინ არის ეს ქალი? რატომ დამარხეს ქურუმთა ქალაქში ის? ერთმნიშვნელოვნად ის იყო სოციალურად დაწინაურებული პირი და ალბათ უმაღლესი სოციალური სტატუსის მქონე პირი, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის შეიძლება ყოფილიყო ასევე ქურუმი ქალი. იმიტომ რომ ისეა გათვლილი იკონოგრაფიული დეტალები მის სამკაულში და ფორმებში, ისე ღრმად არის გააზრებული, რომ ის შეიძლება ტაძრის ეკვივალენტათაც კი ჩავთვალოთ ჩვენ. როგორი ტანსაცმელი ეცვა ასეთი მაღალი სტატუსის ქალს? რა ქსოვილს მოიხმარდა სოციალური და რელიგიური ელიტა? სამარხში ტანსაცმლის ნაშთები არ აღმოჩნდა, თუმცა აღმოჩნდა ოქროს ფირფიტები, განისაზღვრა როგორც სუდარის მორთულობად. ფირფიტებს დარჩილული ყუნწები აქვთ, რაც მიანიშნებს, რომ ისინი ქსოვილზე დასაკერებლად იყო განკუთვნილი. ეს ქსოვილი კი სელისგან დამზადებული უნდა ყოფილიყო. ქურუმთა მისტიკურ მხარეს წინასწარმეტყველების უნარი წარმოადგენდა. შესაძლებელია ასეთ მისანთა კასტას სამკაულში ვერ ჰქონდა ჩატვირთული სამოქმედო ნიშნები და სიმბოლოები. ეს ალბათ ერთგვარი მექანიზმი იყო, რომლის მართვა გარკვეულ ცოდნაზე იყო დამოკიდებული. ამ ცოდნას თან ატანენ ქალს. ამ მექანიზმის მართვის უფლება მისი პრეროგატივაა, როგორც ჩანს იმ ქვეყანაშიც. კუს გამოსახულებიანი სამკაული არის უიშვიათესი, მაგრამ ის იმ მთლიანობაში არის სწორედ კოლხური ტიპის ყელსაბამი. ერთი და იმავე ზოომორფული, ესე იგი ცხოველსახოვანი საკიდებისგან შედგენილი ყელსაბამები მით უმეტეს ერთ სამარხში 5 ადახან 7 ასეთი ყელსაბამი უკვე მიანიშნებს, რომ ეს გარკვეული იდეის გამომსახველია. და მივდივართ ისე ნაყოფიერების კულტთან, რისი პირდაპირი გამოვლინებაა კუ. კოლხური კუს ყელსაბამის შექმნიდან გაივლის 200 წელი და ანტიკური ეპოქის უდიდესი მოქანდაკე ფიდიასი აფროდიტეს კუსთან ერთად გამოაქანდაკებს. ბერძნული სამყარო კუს ნაყოფიერების სიმბოლოდ აღიარებას დაიწყებს. ნამდვილი განსაცავია ქურუმი კაცის სამარხიც. ასე მდიდრულად კრძალავს ქურუმთა კასტა თავის ლიდერს. ვანის სამარხების კიდევ ერთი მოულოდნელობა ღვთაებების ეს ფიგურებია, რომლებიც არც მეტი, არც ნაკლები ადამიანებივით დაკრძალულები არიან. მათი სამკაულიც ოქროსია. ვანის სამარხების ოქროს სამკაულები, დიადემები, მძივები, ბეჭდები, სამაჯურები, ორნამენტით, შესრულების მანერით, კოლხეთის გარეთ სხვაგან არსად მეორდება.
აქ შეგვიძლია გამოკვეთილად ვილაპარაკოთ კოლხური სამკაულის ფორმებზე, რითაც კოლხეთმა თავისი ადგილი დაიმკვიდრა ისეთი საოქრომჭედლო სკოლების გვერდით, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვის მე-5-მე-4 საუკუნეებში იყვნენ წამყვანი. ესენი იყო განსაკუთრებით ბერძნული საოქრომჭედლო სკოლა და აქემენიდური. ეს ქურა, სადაც ოქროს ადნობდნენ და საჭირო ნივთებს ამზადებდნენ. ეს ფრაგმენტები ოქრომჭედლის სახელოსნოს ნაშთებია ვანის ნაქალაქარში. ნაკეთობებზე ფილიგრანული სიზუსტითაა შესრულებული დეტალები და ორნამენტები, როგორ ახერხებენ ასეთი მინიატურული დეკორის შექმნას მაშინ, როდესაც არ არსებობს გამადიდებელი სპეციალური ხელსაწყოები. არსებობს ვერსია, რომ ასეთი ნაკეთობებისთვის საგანგებოდ არჩევდნენ მხედველობის დეფექტის მქონე ოსტატებს. ისინი ახლო მხედველები უნდა ყოფილიყვნენ. პირველ საუკუნეში მცხეთასთან არმაზის ხეობაში საიდუმლოებით მოცული არმაზელი პიდიახშების დინასტია გამოჩნდება. ეს მათი სასახლის კომპლექსის ნაშთები და სამარხებია. ამ სამარხებში განისვენებდნენ ამ დინასტიის წევრები. მათ შორის პრინცესა სერაფიტაცაა დაკრძალული. ეს სერაფიტას საფლავის ეპიტაფია, რომელიც მონოლოგის რეჟიმში ჰყვება, რომის პიტიახში სასულია, ყველაზე ლამაზი და კეთილია. ჰყავს ქმარი სახელად იოდმანგანი, მამაცი და უძლეველი მხედართმთავარი და გარდაიცვალა ის 21 წლისა. სერაფიტას სასახლის მხოლოდ ნანგრევებია გადარჩენილი, თუმცა ამ სასახლის კომპლექსიდან კარგად შემონახული არის აბანო. აბანოს მასშტაბის მიხედვით ხვდებით, როგორი ეკონომიკური შესაძლებლობები ჰქონდათ არმაზელ პიტიახშებს. თუმცა მათ სიმდიდრეზე ყველაზე უკეთ მათივე სამარხებიდან ამოღებული ოქრო ლაპარაკობს. ეს სერაფიტას პირადი ნივთებია. ეს ოქროს ყელსაბამი ავგაროზია, აქ სერაფიტას სარძევე კბილები აღმოჩნდა. არმაზელი სერაფიტას ოჯახის სხვა წევრების თავგადასავალი ოქროს ნივთებზე მინაწერებით ცოცხლდება. ეს ქამრის ოქროს ბალთაა, რომელიც თანამედროვე ადამიანს 1800 წლის წინანდელი სიყვარულის ამბავს უყვება. ქალი სახელად კარპაკი თავის რჩეულ ზევახზე ამბობს: ზევახი, სიცოცხლეა ჩემი. ფართოვდება ოქროს ადგილი საერთაშორისო ურთიერთობებშიც. ის ხდება დიპლომატიური მისიების, ეტიკეტის მნიშვნელოვანი ატრიბუტი. ეს ჭვირული ყელსაბამის არმაზელი პიტიახშების ნეკროპოლში აღმოჩენილი. ის მე-3 საუკუნით თარიღდება. ყელსაბამი ფირუზის და ალმანდინის ქვებითაა შემკული. მაშინ, როდესაც ეს ყელსაბამი იქმნებოდა, ალმანდინის ქვა ძალიან ძვირად ფასობდა მსოფლიოში. ალმანდინის ქვას დიპლომატიურ ქვასაც ეძახიან. გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით, სხვათა შორის ყველა დიპლომატიური სტატუსის რეგალიაზე ეს ქვა ფიგურირებდა. ეს იყო ბეჭედი, ყელსაბამი, სამაჯური თუ სხვა რომელიმე ნივთი. ძველი მსოფლიოს მისტიკოსები ამბობენ, რომ ალმანდინს შერიგების უნარი აქვს და სიბრაზის დათქმულვა შეუძლია. ძვირფასი ლითონების მოპოვება დღემდე უწყვეტად გრძელდება იმ ადგილებში, რომელიც ოდესღაც პრეისტორიულმა ადამიანმა მონიშნა. დღესაც ძალიან აქტუალური არის ეს ტერიტორია და დღესაც ამ ტერიტორიაზე სამთელთა დასახლებაა. იგივე კაზრეთი დღესაც სამთელთა დასახლებაა და დღესაც ოქროს მოპოვებასთან და სპილენძის მოპოვებასთან არის აქაური მაცხოვრებლები დაკავშირებულები. პრეისტორიული დროიდან დღემდე ოქრო ინარჩუნებს ყველაზე ძვირფასი ლითონის სტატუსს. თანამედროვე მეცნიერება თვლის, კაცობრიობის არსებობის მანძილზე 165,000 ტონა ოქრო იქნა დამარხული. ეს 8500 კუბური მეტრია.